მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა რადიოს სივრცეზე FM 98.5-ზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემის მესამე სეზონს, რომელიც ეძღვნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ამავე დროს ჩვენ მიმოვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. დღეს დისკუსია გვექნება ჩვენ სტუმართან, ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველთან. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც მთელ რიგ პოლიტიკურ პირებს, ფიგურებს ოპოზიციიდან, რომლებიც ბევრი მათგანი ახლა იხდის სასჯელს იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს კანონის შესრულებაზე და არ გამოცხადნენ საგამოძიებო კომისიაზე. ზოგი მათგანი გარეთ არის, წარუდგინეს დამატებით სხვადასხვა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს და გულისხმობს იმას, რომ მათ ბრალი ედებათ სახელმწიფოს მიმართ მტრულ საქმიანობაში, სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ასე შემდეგ. ძალიან მოკლე პერიფრაზი გავაკეთე იმისი და ანჩენად თქონდა დეტალურად ზუსტად ეს ცნობილია და ჩვენ წინ გველოდება ალბათ ამ ბრალის უკვე ინკრიმინირების, შემდეგ ძიების პროცესი. ძალიან ღია და გამჭვირვალე, თუ რა კონკრეტულად ბრალდებას როგორ უპასუხებენ ბრალდებულები, როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი და საბოლოოდ რა ვერდიქტი დადგება. ეს პროცესი სავარაუდოდ ისეთი დროტევადი იქნება, კარგი ხანს გაგრძელდება. არ გამოურიცხავ, რომ თუ ვერ გაიმართლეს თავი ბრალდებულებმა და ისინი გამტყუნდნენ მათი ჩინვა სტრასბურგის სასამართლოში. აქამდე, ამიტომ მინდა წინსწრებით შევახსენო მსმენელს, რომ აქამდეც არაერთ გახმაურებულ საქმეზე ყოფილა ხოლმე საქმის მიტანა სტრასბურგამდე. ხშირ შემთხვევაში, სხვათა შორის იგივე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მან უარი თქვა სტრასბურგში გასაჩივრებას და დავაზე. სხვადასხვა ცნობილი გახმაურებული საქმეები, როგორც იყო თქვა, აი რუსთავი ორის საქმე იყო ამბავი ატეხელი, როგორ ხდება სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენება, ეს ყველაფერი არ დადასტურდა და სახელმწიფოს არ გააჩნია გასული წლების მანძილზე არც ერთი საქმე, რომელიც მთლიანად იქნებოდა წაგებული სტრასბურგის სასამართლოში, ანუ ქართული მართლმსაჯულების სამართლიანობა და მიუკერძოებლობა დადასტურებულია. ამ მხრივ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ სალაპარაკოთ ყველაზე ერთ აქტუალურ თემაზე, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, რომ საქართველოში წელს დაანონსდა და ბოლოს უკვე გაფორმდა და ხელი მოეწერა უდიდეს და უმსხვილეს ინვესტიციას, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან უნდა შემოვიდეს და ტრადიციულად, როგორც ყველა მსხვილ პროექტს, ყველა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკურ რაღაც პროექტს წინ ხვდა კლასიკური წინააღმდეგობა, სწორედ აი ამ დეტალებზე გვინდოდა ლაპარაკი. მე მომიწია შეხება სხვადასხვა ადამიანებთან ამ ტიპის, ვინც ახმიანებს ამ ტიპის ბრალდებებთან, იგივე დისკუსია გაიმართა სოციალურ ქსელში და მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს აინტერესებს და ვიღაცებს აქვთ რაღაც გავიგეთ სპეკულაციებად, მაგრამ აი რაღაც კითხვები არის და ჩვენ შევეცდებით ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია ამას უპასუხოთ. ნიკოლოზსაც ზუსტად იგივენაირი წინადღეების გამოცდილება აქვს და შეიძლება მე ცოტა მეტი გავარკვიე დღეს და მე მეტის ლაპარაკი მომიწიოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევეცდებით, რომ ეს ეთერი დაუთმოთ მაქსიმალურად თქვენს ინფორმირებას ამ პროექტთან დაკავშირებით, რაც არის ცნობილი და რისი მოყოლაც მეტნაკლებად შეიძლება, ხო? მაგრამ პირველ რიგში დავიწყოთ აი მივაბათ ეს თემა ამ აქტუალური თემით, რაც აი მოვისმინეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, ეს აქამდე ცნობილი არ იყო, დღეს გავიგეთ ის, რომ უკვე ის, რასაც ჩვენ პრინციპში პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად უყურებთ, აი ამ მავნებლურ საქმიანობას გაცხადებული მიზნებით ჩვენ ამას უყურებთ პირდაპირ ეთერში. ეს დაახლოებით გავს გამოცხადებული დამხობის გეგმას ათონელის რეზიდენცია, რომ დააეღოთ 4 ოქტომბერს. ათონელის სხვა შორის არ უთქვათ ადგილმდებარეობა დაკონკრეტებული 4 ოქტომბერს არ იყო, მაგრამ 4 ოქტომბერს რომ იწყებოდა და სრულდებოდა ხელისუფლების დამხობის პროცესი, ეს იყო მრავალი კვირით და თვითადრე გამოცხადებული, ხო? და შემდეგ მერე უცებ ვინც გადარჩა გარეთ, მერე დაიწყეს, რომ არა კაცო ჩვენ ეს არ გვინდოდა უკვე წაგებულზე. ამიტომ პრინციპში იმ ბრალში ეს ბრალის კვალიფიკაცია იყო ცოტა იურიდიულად სიახლე ჩვენთვის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის მოსასმენი, თორე შინაარსი არ იყო ხო რაღაცნაირად მოულოდნელი, იმიტომ რომ პირიქით ბევრი ადამიანი შეიძლება ელოდებოდა კიდევაც, რომ ამ ხალხზე თუ იძახით, რომ ქვეყანას აქცევენ, რა ხდება შემდეგ და აი დღეს მოხდა. შენ როგორ შეაფასებ ნიკოლოზ იმას რაც ახლა კი ბატონო, მოგესალმები გურამ, მივესალმები ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მე ერთი მარტივი ჰეშტეგით დავიწყებ საუბარს, ყველაფერი იცოდა, ასე ვთქვათ.
მთავრობამაც და ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც რაც ხდებოდა, ხო? ამ ადამიანებმა, ბოლო ასე ვთქვათ, მე მგონი რაღაც იმედი, ბოლო გაფართხალება იყო, ასე ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის, თუ აყვებოდა მას ხალხი აყვებოდა და საბოლოოდ მე ვნახეთ, ესენი ხომ ხთალი ხალხია, თან ძალიან ლაჩარი ხალხია, მე იმის თავიც არა აქვს და იმის ღირსებაც არა აქვს ჩერჩენი, რომ იმდენი ხალხი დააჭერინეს და ანუ აი მოინანიონ მაინც და თავზე აიღონ და თქვა, რომ იცი ჩვენ მართლა ამას ვაპირებდით, ხო? ვითომ იქ პაატა ბურჭულაძე ცუდად გახდა, ვიღაცა სახში გაიქცა საერთოდ და ნუ არ ვიცი ხა, ან იმაზე რომ ლაპარაკობ, აი ღობე ოდნავ ის იყო დაზიანებული იყო. აი ადამიანი შენ ხო მიხვედი იმ ღობესთან და ხო აჯანჯღარებდი იმ ღობეს. მე ხო წააქციე ის ღობე, შეხვედი პოლიციელებს ფეხებს ხო უკნევდი და ძალადობ და ხო აპირებდი იმ რეზიდენციას, აი იმ გავარნებოთ და უშოთ ის ღობე იყო და შენ რას მიდიოდი იქ რა გესაქმებოდა, საერთოდ რისთვის მიდიოდნენ? ანუ რა ხო პირდაპირ კაცმა თქვა, რომ აგერო ეხა ნახეთო, რასაც ვიზავთო ჩვენო პარლამენტ იმასო პრეზიდენტის რეზიდენციასო ვიბარებ ჩვენ ხელში. ეს ხო თქვა და დაიძრა იქითკენ და აქედან აი ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოვა? ან დასავლეთშიც ხა არანორმალური ხა იქ მან ერთი მომენტიც იყო რა ეს აქცია რო დაიწყო იქ მთელი ეს აგენტურა მომზადებული იყო იქ ჟიგევონტას პავილიონისმა დაწერა რომ აი დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ იქ მაიამ სანდუმ დაპოსტა რაღაც ნუ აი ყველაფერი იცოდა და რაღაცა იმედი ჰქონდათ ამისი და ნუ აი დასავლეთშიც ხო ეხა ამ არანორმალურებზე ავლაპარაკობ მე ვიღაც ნორმალური ადამიანი თუნდაც იმ სტრასბურგის მოსამართლე და მე მიხარი რომ ჯერჯერობით სტრასბურგის სასამართლოს სხვათა შორის ამ deep state-ის ზეწოლას უძლებს და ობიექტური განაჩენები გამოდის და მე დიდი იმედი მინდა დავიტოვო რომ ეს ესევე დარჩება და იქ შესაბამისად თუ წავა ეს საქმე აი ნორმალური მოსამართლე რო შეხედავს და დაინახავს რომ ყველაფერი ანუ ნათელია როგორც შენ აღნიშნე ზუსტად ყველაფერი იცოდა და პირდაპირ ეთერში უყურებდი ჩვენს ამას და დასავლეთშიც ხო და კადრები არსებობს ახლა 21 საუკუნეას ქვის ხანა ხო არ არის რა და ყველაფერი დაინახა და ახლა დასრულდა რა მე წინა ეთერში ვთქვი დასრულდა ამ აგენტების ბოგინი საქართველოში დღეს პროკურატურის განცხადება და ბრიფინგი იყო ერთ-ერთი საეტაპო ამის მაგალითი რომ ვერავინ ამ ქვეყანაში ვერავით აჯანყებებს რევოლუციებს ვერ მოაწყობს და ეცდებიან და როგორც აქამდე საუბრობთ და ესე დაასრულებენ თავის საქმიანობას ნებამათია ხო, კი ბატონო, სხვათა შორის აი ეს გამიჯნა, რომ იცი მე ეს არ მინდოდა იქ არ წავედი, აქ ვიდექი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ერთი დღე იყო კონკრეტული განცხადება. აქ არ იყო რაღაც ლაპარაკი არც პროცესზე, არც რაღაც კონტექსტზე, არაფერს. იყო კონკრეტულ თარიღზე ლაპარაკი, ამას ერქვა 4 ოქტომბერი. შენ თუ განსხვავებული დამოკიდებულება გაქვს, შენ თუ მიგაჩნია რომ აპროტესტებ, ეს პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი, მაგრამ უნდა იყოს მშვიდობიანი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ერთი დღე, როცა ლაპარაკობ ერთ წელიწადზე, შეგიძლია რაღაცნაირად დათმო და თუ მიგაშნია რომ ეს არის ავანტიურა, ან ეს არის რაღაცა მიუღებელი, თუ მოკლედ რაღაცნაირად ემიჯნები შინაგანად. კაცო, ის ერთი დღე საერთოდ სახლიდან ნუ გამოხვალ, არა თუ იქ მიხვალ, არც რუსთაველზე, არც ათონელზე. იმას შეიძლება ეთქვა რომ ეხლა წავიდეთ რაღაც ინგოროყვას ქუჩა ავიღოთ ან რაღაცა. მე იქ რეზიდენციაში აკეთებდა ქართული ასწავლის წარსულს. ხო, ანუ ეგ კაცმა არის ის მე რას გეტყვის ლიდერი, მაგრამ თუ აპრიორი ეს არ მოგწ, ამიტომ როგორც კი შენ მიდიხარ ეს მონაწილე ხარ უკვე ან ხარ მონაწილე ან განზრახ ან მაშინ ამას ქვია სიბრიყვე თუ შენ ვერაცნობიერებ რა პროცესი მიდის ნუ ხდები სასარგებლო იდიოტი და ვიღაცა გიყენებს და ამდენი ბოლო წლებია საერთოდ გამოყენებითობაზე მეც არაფერზე არ ვლაპარაკობთ ვინ ვის გამოყენებას ცდილობს და როგორ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ადამიანს თავი მაგიტო ადგას მხრებზე რომ რაღაცა გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს და დასულმა ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე ისევე როგორც ყველა ხელისუფლებასაც ცხადია აქვს ეს პასუხისმგებლობა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ აი პროცესს ეს არის გაგრძელება ამ ყველაფრის აი ბოლო პერიოდში შეცვლილი კანონმდებლობის მაგალითად ხო იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ არსებობს მოწინააღმდეგეები არსებობენ ადამიანები რომლებსაც ცდილობენ ყველანაირად იპოვნონ აი ეს რაღაცა ზოლი რომ ვითომ თქვა თან კანონს არ ვარღვევ მაგრამ შენ არ მოგცემ საშუალებას რომ რაღაცა მართო მე არ დავამშვიდებ ქვეყანას მე შევეცდები გამოიწვიო სანქციები ქვეყანა მოვახდინო იზოლაციაში გავაფუჭო ურთიერთობები ანუ სადაც ხელი მიგიწუდება ისე რომ ეს პირდაპირ ღია თქვა რაღაც ესეთი კრიმინალი არ ჩაიდინო სადაც ხელი მიგიწუდება ყველაფერი ამას ქვია ესეთი არ ვიცი არაძალადობრივი წინააღმდეგობა. ამის სახელმძღვანელოები არსებობს. როცა ჯერ ყველაფერი დაიწყო ამ სახელმძღვანელოების მხილებით და იმ ტრეინინგების რაც იმართებოდა ამ ქვეყანაში. ჩვენ ახლა ვხედავთ ამ ყველაფერს მოქმედებაში. ეს სახელმძღვანელოები ღიად წერი. აი ეს
ყბადაღებული და ცნობილი აკერმანი რო გარდაიცვალა, ხო? ეს საიტი ეხაც ფუნქციონირებს. იქ ყველა სახელმძღვანელო ატვირთულია, ქართულ ენაზეა მათ შორის ნათარგმნი, ხო? რაღაც 14-მდე სასწავლო მასალა არის. ყველაფერი ნათარგმნია, შენ რა როგორ უნდა გააკეთო. ჩვენ თავარია გამოაცხადო ვიღაცა დიქტატორად, შემდეგ ყველაფერი მოსულა. ჩვენ ამ პროცესს ვხედავთ და ეს ადამიანები დააჯერეს, უთხრეს, რომ ეს არის სწორი ქმედება, უნდა იყვნენ ბოლომდე და აი ბოლომდე ფოტოშორის აი შენ წერა ჰეშტეგი ახსენე და ჩემი აზრით ეს ახალი ჰეშტეგი უნდა გაჩნდეს რა. ბოლომდე? ხო, ბოლომდე. იმიტომ რომ ის მხარეს აქვს გამოცხადებული თავის დოქტორი, რომ ჩვენ ვიომებთ ბოლომდე ვიდგებით. ნუ ეხლა დგომა ამ ქვეყანაში არ იგრძალება რა. გზის გადაკეთება იგრძალება და ბოლომდე შეუძლიათ იდგნენ და ეს სამართლებრივი პროცესებიც იქნება ბოლომდე. ანუ კანონის ჩარჩოში მოქალაქეების მოქცევის პროცესი იქნება ბოლომდე. ანუ აქ არ დარჩება სივრცილით, რომ მოდი რაღაცა დაუშვათ. არა უშავს იყოს. რა თქმა უნდა, არც მეორე უკიდურესობას არ მოხდება რაღაც ძალა უფლების თუ ძალის გამოყენების გადაჭარბება. ესეც არ უნდა მოხდეს. ვინმეც თუ გონია, რომ ამას გამართლება აქვს ან მართლებს, არა. ეს არის ღიად ყველა ოცნების მომხრე უნდა იცოდეს და უნდა აღიარებდეს, რომ ძალადობის უკანონო გამოყენება ან გადამეტება ძალის გამოყენების არავინ არ ამართლებს, ეს არ შეიძლება და უნდა მოყვეს რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება რა და დანარჩენი ყველაფერი არის მეორე მხარეს და ეს პროცესი მიმდინარეობს და ნუ მოკლედ ეს მეც ესეთივე შტაბ-ეშტილება დამჭა რომ ეს იყო ახალი რაღაც საეტაპო განაცხადი, იმიტომ რომ როგორც იქნა ქვეყანაში ადამიანს უკვე შინაარსობრივად და არსებითად პასუხი მოეთხოვება იმ ქმედებებს, ან დაუსჯელობის მომენტი უნდა მოხდეს და რაღაცნაირად უნდა გასწორდეს რა შეიძლება, რა არ შეიძლება. რა არის შენი ქვეყანა, რა არის უცხო და სხვა ქვეყანა. ის გინდა მეზობელი ქვეყანა დაუძახე, გინდა მეგობარი დაუძახე, გინდა მტრული დაუძახე. არსებობს ერთი საქართველო და ყველა დანარჩენი არის სხვა ქვეყანა, ხო? ქვეყანაში დროშა ერთი გვაქვს. იქ ბევრ დროშას აფრიალებენ, მაგრამ ეს განსხვავებაა, რომ როგორი კარგიც არ უნდა იყოს რაღაც ქვეყანა, არსებობს ჩვენი ქვეყანა და არსებობს სხვისი ქვეყანა. მოკლედ ეს მე მგონი ძალიან ისეთი ნათელი და მკაფიო არა. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენ მთავარ საკითხზე. აი შენც ნიკოლოზ ძალიან ცოტა იცი, შენ რა შტაბ-ეშტილება გრჩება? იმიტომ რომ ინფორმაცია გარკვეულწილად მწირია, ყოველ შემთხვევაში ახლა მე თუ მკითხავთ არც მწირია, იმიტომ რომ თუ ადამიანი არ ახარ ჩასაფრებულ პოზიციაში გაგების სურველი გაიგებს. თუ რაღაც არის ის შესაბამისად იკითხავს, შესაბამისად ადამიანის რაღაც ერთგვარ ხელწერას, დამოკიდებულებას, რიტორიკას ეთყობა უკვე ძირშივე, ის როგორ ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს ჩასაფრებულის პოზიციიდან, ის ემსახურება ეჭვის და ბუნდოვანების დათესვას, თუ მას მართლა აინტერესებს რაღაცა და მონდომებულია, რაღაცა ეთანხმება სიკეთეს და მონდომებულია, რომ ეს სიკეთე იყოს თქვათ უკეთესი. ეს განსხვავება არსებობს, ხო? ჩვენ არ მივეკუთვნებით ამ პირველ ჯგუფს, ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად თუ გარკვეული ინფორმაციის ნაკლებობა ეს შევივსოთ და დავინახოთ მთლიანი სურათი. მაგრამ რასაც შენ უყურებ, თქვათ უკვე დაწყებულ პროცესს, აი როგორ აფასებ ამ სხვილი MR ჯგუფიც არ ქვია, კონტრაქტის მხარე მეორე კომპანია არის ამ ბატონი ალაბარის საკუთრებაში არსებული. აი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით როგორი შტაბ-ეშტილება გრჩება? ხო, პირველი მე რა ვსვი ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ქულების, დივიდენდების ასაკრეფად ცდილობენ რაღაც თემები გამოიყენონ და ამით საკუთარი რეიტინგი კი აწიონ, მაგრამ ქვეყანას ავნონ. და სხვადასხვა ქულად დაიწერონ და სარგებელი ნახონ. საშოვარზე გამოსული ხალხია ძალიან ბევრი. მე ამას უბრალო მოქალაქეებზე არ ვამბობ და გუში დავწერეთ და კიდე ერთხელ მინდა განვარტო დიდი ასე ვთქვათ აქტიურობა მოყვა ჩემ პოსტს და სოციალურ მედიაში და ისეაც განხილვა და უამრავი ადამიანის ქუჩაში ხვდება და აქედან გამომდინარე განვარტო. ახლა თითქოს მე დავემუქრე, მე დავემუქრე, არ დაუკრევ, ახლა ჯერ აქედან დავიწყოთ, რომ ვისაც რამის თავი აქვს ის ბევრს არ ლაპარაკობს და არ იმუქრება, ის აკეთებს და საქმეს აკეთებს და ნაკლებს ლაპარაკობს, თუ რამის დაპირებას აპირებს, ხო და მეორე მხრიდან არის ეს რაღაცა უაზრო მუქარა, რომ აი ვერ ააშენებენ სასტუმროებს და რაღაც კურორტებს ვერ განავითარებენ, რაღაც მცირე ჯგუფები, 3%-იანი ჯგუფები აცხადებენ ამას. მე მათ ვეუბნები უბრალოდ იმას, რომ ეს აშენდება, ბუნებრივია, ქვეყანა არ დაზარალდება, პირიქით არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, თუნდაც
ჩვენ შევხედოთ ახლა ჯერ გლობალური კონტექსტი რა არის, ხო? ურთულესი ვითარება. მე ხა დღეს სხვათაშორის ფიქრობდი, აი, როდესაც ომზეა ლაპარაკი, რა თავისუფლად რა არ შეიძლება ამომს დავარქვათ მესამე მსოფლიო ომი, ანუ რა აკლია ამომს ფაქტიურად რომელი მხარე არ არის დღეს ჩართული იმ მეორე მსოფლიო ომში რო იყვნენ იმ ქვეყნების, ხო? ნუ რაღაც გამონაკლისები შეიძლება არის, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის მერე ეს არის უდიდესი ტრაგედია ეხა რაც ევროპაში ტრიალებს. ეს ომი, რომელსაც ეწირება ასობით ათასი ადამიანი, ჩართულია სხვადასხვა მხარე, სხვადასხვა შესაძლებლობებით, იქ რუსეთს ირანი ეხმარება, ჩრდილოეთ კორეა ეხმარება, უკრაინას იქით ამერიკა ეხმარება, ევროპის ქვეყნები ეხმარება, ანუ ყველა ჩართულია ძირითადი აქტორები და ჩინეთი, ასე ვთქვათ, ორივე მხარის მთავარი მომწოდებელია დრონებთან დაკავშირებით. ხო, ანუ ყველა მთელი გლობალური სერიოზული მოთამაშეები ჩართულია. ამ დროს ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ვახერხებთ იმას, რომ მოვიზიდოთ უდიდესი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაში. დაახლოებით 7 მილიარდზეა ლაპარაკი, რომელიც არის პირველ რიგში ხო, ანუ მეორე მხრიდან რასაც ხატავენ, ხო? ეს ინვესტიცია არის იმის განპირობებელი, რომ საქართველოში გაიზარდოს პენსიები, დასაკვდეს მეტი ადამიანი, ხო? ამისკენ არის მიმართული და სხვანაირად ეს ვერ მოხდება. უბრალოდ რომ დაფიქრდეს საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის მართლობის პერიოდში მთლიანად არ ყოფილა იმ 9 წლის განმავლობაში ამხელა ინვესტიცია ერთბაშად შემოსული საქართველოში, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას. ახლა და მეორე მხრიდან ამას აი არაბები მოდიან თითქოს რაღაც არაბების რაღაც ურდო მოდის, რომელმაც რაღაც საქართველოს უნდა გადათელოს და გადაჯეკოს. ეს ხო აბსოლუტური პოპულიზმი, იაფი პოპულიზმია და ამის უკან საერთოდ არაფერი არ დგას. აგერ არის ბილტმორი აშენებული რა, იქ არაბები არიან დასაქმებულები, თუ ქართველები არიან და რა თქმა უნდა ყველა ქართველია დასაქმებული. ან ბიზინა ივანიშვილმა ეს უნიკალური სასტუმროების კომპლექსი რაც გააკეთა თავისუფლებიდან იქით რაც კეთდება ზემოთ, იქ რა ვინ არის დასაქმებული? არაბები არიან დასაქმებული, თუ რუსები არიან დასაქმებული, ვინ არიან? ქართველები არიან დასაქმებულები და გაჩნდა უამრავი მაღალშემოსავლიანი სამსახური, ხო? იგივე იქ აქაც იგივე უნდა მოხდეს. გაშენდა მაგალითად ჰუალინ პლაზა, ძალიან კარგი კომპლექსი, იქ შვენიერი გზაც გაიყვანეს ჩინელებმა. რა, ჩინელები არიან, რამე აისახა იმითი, რომ საქართველოში ჰუალინგი ააშენეს ჩინელებმა. იგივე იქნება აქაც, ხო, ანუ და მეორე მხრიდან აი ეს როგორც თქვი რაღაც 3%-იანი ძალები, იგივე ლელო, თუნდაც იგივე ალტინფო, ცდილობენ რომ სიკეთე გადაფარო. როგორც რაღაც მომენტებში, სხვადასხვა მომენტებში აი ესეთ პოპულისტური ძალები ჩნდება და მე ამ ძალებს უბრალოდ ეს უთხარი რა, სანამ სიღრმისეულ დეტალებში შევალთ, რომ არ გამოგივათ ეს რა. თქვენ თუ ეს დრო დამთავრდა, როგორც რადიკალურ ძალებთან დამთავრდა, თქვენ შემთხვევაში ეს დამთავრდა, რომ რაღაცნაირად იაფი პოპულიზმით თქვენ გახვიდეთ ფონს და საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ეს აღარ მოხდება. დააპირებთ ამას, მიიღებთ ადეკვატურ პასუხს და მოგიწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა. აი ამის თქმა მინდოდა მე გუშინ და ამას ვამბობ ამ ეთერიდანაც და დამერწმუნეთ. აი ეს ასე მოხდება თქვენ თუ დააპირებთ აი ამ იაფი პოპულიზმის დათესვას უფრო ფართოდ საზოგადოებაში. კი ბატონო, ეგ რაც შეეხება ამ ათოს ბუნებრივია, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში გვახსენდება ამავე დროს, რომ ეს პირველად არ ხდება ეს. მე მაგალითად პირველად არ ხდება, ხო, მაგიტო. დავწერე ზუსტად ეს დავწერე, ანუ არაფერი რომ არ იცოდე, ეს ხელწერა, ეს ქრესტომათეული ნიმუში არის, როგორ იწყება წინააღმდეგ. მაგას ვამბობ, ზუსტად. ძირის ნდობისთვის ძირის გამოთხრით, ეჭვების გაჩენით, ბუნდოვანების დათესვით და რაღაც სპეკულაციებით. მე ხა იქ სპეკულაციასაც შეეხება დღესაღამოს კიდე მივდივარ სხვა ეთერში, ამიტომ რაღაცებს არ ვიტყვი, თქვა და მიგინებებს როგორ კეთდება სპეკულაცია, მაგრამ მე ჩვენ ეთერში ჩვენს მენელს პირიქით თქვა რა კითხვებიც არსებობს, ამას შევეცდები რომ გავცე პასუხი, იმიტომ რომ გამოჩნდა რაღაც გარკვეული კომენტარები და აინტერესებთ სიტყვაზე, აი სინამდვილეში რა და როგორ არის. თავრობამ იმუშავა ძალიან ბევრი ამ ვითარებაში, თქვენ ხედავთ რა პირობებში იმყოფება საქართველო, აი დღეს სწორედ მოხდა უამრავი დღეს მოხდა აი ამ უამრავი ადამიანის მიმართ ამ საქმეების აღზრდა, რომელიც პირდაპირ არიან ბრალდებულები აი ამ ქვეყნის შიგნით, აი ამ ძირგამომთხრელ, ესეთი კლასიკური ტერმინი ვიხმაროთ საქმიანობაში და ეს არის ის გარემო, რომელთაც წინ ცდიან, რომ ქვეყანა რაღაცნაირად გააჩერონ, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებულად ჩვენ არანაირი საინტეგრაციო ვექტორი არ შეგვიძლია თქვან, რომ აი რაღაც
დასრულდა, გამოიწვია თავისი ევროპელი მოკავშირეების რიტორიკა და ყოველ შემთხვევაში ეს ურთიერთობები შეაფერხო და ეს ასახულია კიდევაც. შედეგად ჩვენ ვიღებთ აი უამრავს ეს არ ხდება, მაგრამ ყველაზე ბოლო რომ ავიღოთ ევროკავშირის რეზოლუცია, სადაც აი ბევრ პუნქტებს შორის ხო არ არის საჭირო ყველაფერი მოიხილვა, ერთიც კი საკმარისი ამ დონის დოკუმენტში ეს ტირა არ უნდა ხდებოდეს. ანუ ვერ იტყვი რომ უამრავი პუნქტი აქვს ცდარი და ყალბი. ვერ იტყვი რომ რომელიმე მეტნაკლებად ის არის რა ქვია. არ შეიძლება რომ ასახავდეს რეალობას, მაგრამ აი ერთი იყო უტიფრობით გამორჩეული, სადაც ლაპარაკია რომ საქართველოს სისტემატიურად არ უჭერს მხარს უკრაინის მხარდაჭერ ინიციატივებს თუ რეზოლუციებს. ესე იგი აღმოჩნდა რომ სხვადასხვა პლატფორმაზე, სხვადასხვა გლობალურ არენაზე 1000-ზე მეტ ესეთი რეზოლუციისთვის, კენჭისყრისთვის, ყველაფერს სხვადასხვა გრიგოლ ვაშაძემაც ვერ უარყო ეგ ფაქტი. ანუ 1000-ზე მეტი სრული ორი შემთხვევა იყო მხოლოდ ორი, ან ჯესეთი წეს ორი რომ მართლა საწინააღმდეგო იყოს, ანუ 1020-ზე არა ლაპარაკი და აი ორი როგორ წონის ამას, რომ სისტემატურად არ უჭერს თქვა. ის ორიც იყო ლაპარაკი ერთ შემთხვევაში იმაზე, რომ ჩვენ ამერიკულ ინიციატივას დაუჭირეთ მხარი და მეორე სხვა ინიციატორებისას არა, ერთი ეს არის და მეორე იყო გარკვეული რაღაც ტრიბუნალის, სპეცტრიბუნალის შექმნას ითხოვდნენ და ჩვენ დაუჭირეთ მხარი პოზიციას, რომ კაცო ჰააგაში არსებობს ტრიბუნალი და რაღაც თქვენ დამატებით გაასამართლოს ჰააგა. გესმის, აი ეს წერია ესე ანუ ეს მაგალითი მოვიყვანე იმის სანახავად რა პირობებში ცხოვრობს საქართველო. ხელისუფლება, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ეროვნული იდენტობა დაიცვას და რაც თავარი ეს თუ არ უზრუნველყავი ეკონომიკით, მიტინგები 90-იან წლებში სხვა მაღალი ქონდა და მე როგორ ვიცხოვრეთ, იმედია ამ მოსახლეობის უმრავლესობას მაინც ახსოვს, პატარა თაობას შეიძლება ეს არ ახსოვდეს. ამ პირობებში ხდება მოძიება და თემ სოფლიოში ეძებენ სახელმწიფოები ტრამპი თვითონ დადის და პირადად ხვდება ადამიანებს ოღონდ ვიღაცა ამერიკულ ეკონომიკაში ფული ჩადოს, მას შემდეგ რაც მთელი საწარმოო საშუალებები აღმოჩნდა ჩინეთსა და რაღაცა სამხრეთ აზიაში, ამის შემდეგ ის მიხვდა რომ ერთგვარი ახალი რეინდუსტრიალიზაცია ჭირდება, ხო? და ამ პირობებში როცა შენ ახერხებ, რომ მოახერხო და არაბეთის ქვეყნებიდან გაერთიანებული საემიროებიდან მოიყვანო ადამიანი, რომელიც არის აი ადამიანებს რო აუხსნათ, მსმენელს რომ მიხვდეს, რაც თავის დროზე ილონ მასკი ან დონალდ ტრამპი იყო ამერიკაში, ხო, ნუ აი დეველოპმენტი უფრო ტრამპს უხდება. რომელიც თავის დროზე დიდი ზარზე იმით ჩამოიყვანს, რომ ტრამპ ტაუერი უნდა აეშენებია, რომელშიც ის არც ერთ კაპიკს არ დებდა. ანუ მისი სახელის გარდა იქ გამოყენებული არაფერი არ იყო. შენ ახერხებ ჩამოიყვანო მსხვილი, ასეთი აი არაბი ტრამპი პრაქტიკულად, იმიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს ბატონი ალაბარის ბიოგრაფია და ინფორმაცია მის შესახებ. ეს არის ყველაზე სოფლიო მასშტაბით ყველაზე მდიდარი 20 არაბს შორის 20-ში შემავალი მე-20 ადგილზე. კი ბატონო. ეს არის ბურჯ ხალიფას და სხვათა ამშევი. ანუ მისი რეპუტაცია ამ ხრივ და საქმიანი ბექგრაუნდი არის უმციკლო შეიძლება ითქვას, ხო? მან დააფუძნა ეს MR კომპანია, შემდეგ ის გახდა დიდი და სააქციო საზოგადოება, მისი მოცილეები არიან მათ შორის სამეფო კარი და ასე შემდეგ. და ის მართლობია შემდეგ დაიწყო მეორე კომპანია ძალიან დიდი გახდა და მეორე კომპანიის ეგრეთ წოდებული Eagle Hills-ის განვითარება, მაგრამ ამასთან ერთად მას უამრავი ესეთი კომპანია აქვს. ანუ თავარი შეთანხმება ხდება, როგორც ინვესტორის ხდება მოჰამედ ალაბარის მოძიება, მისი ჩამოყვანა და საბოლოო შეთანხმება განხორციელდა ისეთი დონის ვიზიტისას, რასაც ერქვა საუდის არაბეთიდან იქაური შეიხის მართველი პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში. ეს ვიზიტი ყველას ახსოვს და იქ საბოლოოდ ეს შეთანხმება შედგა. ანუ ეს შეთანხმება ის თქვა სახელმწიფოთაებს შორის ურთიერთობის ნაყოფია და აი ამ ხარდაჭერით სარგებლობს. ეს არ არის ვიღაცა ინვესტორი, ხო? და ეს არ არის რაღაცა გარკვეული კომპანია. ენკა, რომელმაც მოიგო მართლა ის ჩვენივე გამოცხადებული კონკურსი და ისაც მოხდა ნამახვანში მართლა ძალიან დიდი უსამართლობა იყო და ამიტომაც წავაგეთ არბიტრაჟი, ყველა სხვა არბიტრაჟისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ეს ეხება ამ წინააღმდეგობის დღევანდელი კამპანიის სულისჩამდგელს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ყველას დავაწაგებული აქვს სახელმწიფოს წინაშე, იმიტომ რომ არ იყო მართალი. ძალიან მარტივად. ნუ დიდი ალბათობით ეს ბოღმა თავის როლს ასრულებს იმაში, რასაც ახლა ის აპირებს რომ გააკეთოს. ანუ შენ მოგყავს და იზიდავ ამ ინვესტიციას, შენ გაქვს სექტორი, რომელიც არის ძალიან მზარდი, ტურიზმი, უძრავი ქონება, დეველოპმენტი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მთელი შენი რეფორმის გეგმები იგივე სხვადასხვა ტერიტორიულად რაც ძალიან ეხება მიმართულებით განათლების რეფორმას გულისხმობ ამას, ძალიან ისეთი დინამიურად განვითარებული სასაზღვრო ზოლი და აქ ნახულობ გარანტირებულად ადამიანს, ჯერ ესეთიც ვინ თქვა რომ დღევანდელი დეველოპმენტი საერთოდ
ისეთი არა საუკეთესო ნიმუში. უამრავი ხარვეზი გააჩნია, ხო? პატარა სხვადასხვა კომპანიების საქმიანობასთან პატარ-პატარა დასახლების გაჩენას, რომელიც ცოტა ისეთი ქაოტურად, აი ერთმანეთთან დაუკავშირებლად ადამიანი ამტკიცებს თავის პროექტს, მაგრამ ის გვერდზე მეგრე ან თან ხვდება ერთმანეთთან, ან არა და ხშირად არ მოხდება. აქაც ბევრი ხარვეზი არსებობს. ან ის ფასები ეხლა წუხან ხოლმე რომ აიმე სიძვირე იქნება, დღევანდელი ფასები მისაღებია და ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი მოქალაქისთვის რა ფასებიც არის დღეს უძრავ ქონებაზე, ხო? ანუ დღეს ისაც ბევრი ამ ხრივ ხარვეზი არის თუ ადამიანის სხვადასხვა მორალისტური ან სხვა პოზიციიდან ამოდის. მაგრამ შენ რო ახერხებ რომ აი ამ განვითარებულ სექტორში შემოიტანო ესეთი სტაბილური ინვესტიცია, რომელიც ზუსტად იცი რომ მომავალ განმავლობაში ვალდებულება ნაკისრია. ეს ფული დაიხარჯება, ადგილობრივი კომპანიები დაკონტრაქტებიან. ერთ-ერთი ინფორმაცია რაც მოვიპოვე და რაც შემიძლია ვთქვა, ყველაფერი არ წარმოადგენს საიდუმლოებას, არის ის რომ უკვე არის 10 მილიონი დახარჯული ამ პროექტის ქვეშ და დაახლოებით 10-12 ქართული კომპანია არის დაკონტრაქტებული. ეს ეხება პროექტირებას, ეს ეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაკეთებას, უამრავ სხვადასხვა კვლევით თუ საპროექტო ღონისძიებას, რომელსაც პირდაპირ ქართული კომპანიები არიან. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ხვდები? ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ რას? ეს იანვარშივე იყო ეს ცხადია დაანონსებული. ამისთანავე საარჩევნო კამპანიის დროს აირჩიეს ან ბოიკოტი, ან ისევ გააგრძელეს რაღაცა ის კამპანია ბიზნა ივანიშვილი იქნება მოსკოვში. ეხლა ეს ამაზე არავინ პასუხისმგებლობა არ აიღო. აღმოჩნდა რომ ბიზნა ივანიშვილი ცხოვრობს თავის რეზიდენციაში, ხვდება არაბეთის პრეზიდენტს, საემიროების პრეზიდენტს, იდება ესეთი ხელშეკრულება, მას მოაქვს ინვესტიცია, რაც არის ნდობა იმისი, რომ ესე იგი ამ ქვეყანაში შეიძლება ამდენი ფულის ჩადება, ესე იგი აქ არის სტაბილურობა, ესე იგი ქვეყანა ადგას სწორ პოლიტიკას, არ შედის რაღაც რისკებში, რომ ისეთი მსგავსად მათსა, ვინცაც აი დღეს ბრალი წაუყენეს და როცა მართველი იყო, ბახსოვს რა ავარიებშიც მოგვახვედრა, ესე ვთქვათ. და ეს ნდობა უცებ ეს ყველას ავიწყდება წინა კამპანიები რა ხდებოდა 1-2 თვის წინ და დღეს იწყება ლაპარაკი აი შენი თქმის არ იყოს რაღაცა მურვანყროს ურდოებს და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ რო გადაიკითხოთ, ანუ მამუკა ხაზარაძე რას იძახდა, რეებს ამბობდა. სახელმწიფო იღებს თურმე, ანუ მან იცის. შეიძლება მან რაღაცები უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მას თვითონ აქვს მსგავსი რამ გაკეთებული. აი ესეთ ბუნდოვან პირობებში აქვს წამოღებული მთელი ლისის ტბა. მაგრამ ყველაფერი კარგად იცის. უბრალოდ თაღლითია და ვანდარი არსი. 1000 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა ლაპარაკი, რაც ლისის ტბაზე მან 2007 წლებში წამოიღო. და რომელიც მე კაცმარიც მე გადახდაშიც ეს ზუსტად არ იცოდება ინფორმაცია რეალურად რამდენი გადაიხადა მაშინ, ხო? 182 მილიონი თუ რაღაცა იყო შეფასებული. და შემდეგ, იმიტომ რომ გაძვირდა და სხვანაირი 13 წელიწადში ვიცხოვრეთ აგერ და გაძვირდა ფასები და აიწია და დეველოპმენტი განვითარდა, უდიდესი სარგებელი და ხერი ნახა. ანუ მან ზუსტად იცის რომ სახელმწიფო იღებს 0-ს არაფერს. აი ესე მოხდა ლისის ტბაზე სახელმწიფო მიიღო 0 და არაფერი რა რეალურად. და ისარგებლა და ხერი ნახა მან ამ თავის დეველოპმენტით, რომელიც ყველა ნებართვა მიიღო. მან ზუსტად იცის რომ არანაირი დაპირებული ინვესტიცია და ფული აქ არ შემოვა. უკვე აცხადებს წინასწარ რომ ეს არის ესე იგი ცრუ გარიგება. და თუ ფული არ შემოვა, მაშინ ეს არის კორუფციული სქემა და თურმე რაღაცა ბიზნა ივანიშვილი დგას ამის უკან და მას აქ ხერი. თუ ფული თუ არ შემოვა, მაშინ ხერი რაში არის, ეს არის გაუგებარი, ხო? და მას აქ ბევრი წმინდა წყლის ესეთი უცხოტო, მაგრამ რას თავარია ის ყველაზე მეტად ამ არგუმენტაციაში, ხო, ეს ხო შეიძლება რაღაცა ფინანსურ მიმართულებას დააჯდიან რაღაც სხვას. არა, ის ლაპარაკობს აი ამ ქსენოფობიური ფაშისტური სენტიმენტებზე თამაშით და ლაპარაკობს რომ უცხოტომელებს მიეცემა წმინდა ტერიტორიები. აი ამ სპეკულაცია შემოაქვს, იცის რა ერდუარად არა მარტო მან გარკვეული ძნობელობა და მოწყვლადობა ამის მიმართ. ყოველ შემთხვევაში ის კი არა რომ შეიძლება ადამიანები ეს პირდაპირ დაიჯეროს, მაგრამ უკვე ემოციურად უნდა იმოქმედო ადამიანზე, მე ის ინფორმაცია მისცე რაც გინდა და ამ ემოციურად გაღიზიანებულ ადამიანზე რომ არ იქა მურვანყროს ურდოები დაიძრნენ საქართველოს გადასასალეკად, შემდეგ უკვე აცურებ იმ გარკვეულ სპეკულატიურ რაღაც ლოგიკურ კავშირებს თითქოს რომელთაც შემდეგ ხდება ადამიანის უკვე ანტაგონისტურად განწყობა. ეს გააკეთა მან და ზუსტად ესე მოიქცა ეს ყველაზე მეტად
ამ შემთხვევაში მე იმის თქმა მინდა რომ ბევრი თემა იმისი თუ როგორ არის ეს აღწერილი მაგრამ როგორ ფიქრობ მას შემდეგ რაც ნამახვანის პროტესტი მოხდა უკვე ერთხელ აქვს კიდე საშუალება ანუ შენ ხედავ იმას გარდა იმისა რომ ფაზა იმის წინასწარი მომზადების და განწყობის შემზადების ჩვენ ხედავთ რომ ეს მიმდინარეობს შემდეგი ფაზა უკვე არის ამის კონვერტირება კონკრეტულ აქტივობაში რაც ჯვაროსნულ ლაშქრობებში რასაც ჩვენ ხედავთ ხოლმე რაც კარვების დაცემაში შიმშილობებში უწყვეტ პროტესტებში და ასე შემდეგ თუ ხედავ შენ იმ ძალებს ჯგუფებს ვინ შეიძლება ამას ჩაერთოს მე ამას ხედავ რომ დავინახე ეს უბრალოდ ჩვენი ვალი არის ამიტომ ვაქტიურობ მე შენს და უამრავი სხვა ადამიანიც რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ სიმართლე ჩვენ თუ არ ვილაპარაკებთ თუნდაც დღეს ეს გადაცემა რო არ გავაკეთოთ სხვადასხვა ეთერებში რო არ ვისაუბროთ პირდაპირ კომუნიკაცია არ დავამყაროთ ჩვენ საზოგადოებასთან ესენი კლავ ეცდებიან რომ მკვდარი კატა დაგუგდონ მაგიდაზე რა და ამაზე გვალაპარაკონ და ყველაფერი გააფუჭონ და ეს საქმე გააფუჭონ საბოლოო ჯამში მე ამიტომ აქვს ძაფრი რეაქცია რომ აქ სერიოზული სიკეთეები დევს ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენიმე პოპულისტი ურეიტინგო ამაზე ცდილობს რეიტინგის გაკეთებას და ამას ვებძი და ამას ძალიან ძაფრად დაუპირისპირდები მე აქაც და სხვაგანაც ხო და კიდე რა მინდა ვთქვა რომ აუცილებელია კომუნიკაცია ამაში მაქსიმალურად თუ ჩაერთოს ქართული ოცნება როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ დაუშვათ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე როდესაც მეორედ მოხდა ამის შემოbrunება მაქსიმალური ინფორმირება ხდებოდა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების ინფორმირება ხდებოდა ეს იყო სტუდენტები სხვადასხვა დარგის სპეციალისტები რომ მათ ეს კანონი არ ეხებოდათ და არაფერი საზიანო მათთვის არ ხდებოდა დღესაც ჩვენი ვალია და თითოეული ჩვენთან გადის ვალია რომ თითოეული ჩვენ მოქალაქემდე სიმართლე მივიტანო მე ვიცი რომ გარკვეული კატეგორია ადამიანებს არის რომ მათ გულწრფელად აინტერესებთ აშფოთებთ აი ამ კითხვებზე ჩვენ მათ უნდა გავცეთ ვალი და ია პოპულისტებსაც ამით უნდა დავამარცხოთ ჩვენი სიმართლით მე როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მაყურებელს რომ რაღაცაში არ ვიყო დარწმუნებული და მათგან განსხვავებით ესეთი რაღაცა ვიკადრო რა თქმა უნდა მე მაგას არ ვიკადრებ და ზუსტად ვარ იმაში დარწმუნებული და როცა აშენდება ეს პროექტები გაკეთდება საზოგადოება ნახავს რამ ხელას იკეთეს იხილავს აქედან როგორც სხვადასხვა პროექტებიდან იხილა ბიზინა ივანიშვილის გაკეთებული თქვა აქაც ხო ეს ხალხი ხა მე ხშირად ხა რამდენიმე კვირაშიც მივფრინავ აბუდავიში ხშირად მაქვს იქით კავშირები და უბრალოდ ხა შეიძლება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დუბაიში ნამყოფი ან ელ-რიადში მაგრამ ნუ ხა ინტერნეტია 21 საუკუნეა სურათებზე მაინც აქვს ხო ნანახი რომ იქ მარტო ნავთობით არ არის გამდიდრებული და რაც კარვებში არ მთელი ტურიზმის ინდუსტრია ის ბურჯ ხალიფა დაждდა მარტო $1.5 მილიარდი იმის აშენება ხო ანუ ეს ხალხი არის ამაში ეფექტიანი და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზდო დღეს არის ტურიზმი ჩვენ არა გვაქვს გაზი და ნავთობი ერთი არ გვაქვს სერიოზული წარმოება ხო და არის ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და აქეთ ამ ხრიდან ხო არავითარი ლოგიკური არგუმენტი არა კიდევ ერთხელ ესენი არიან უმდიდრესი ადამიანები სოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი და ეხა ფიქრო რომ ვიღაცა ანუ წარმოდგენას მეორე მხრიდან რა იქნება წარმოდგენა რომ აი ევროპას რომ მიაწდნენ ეხა მიგრანტები რო არიან მიწყდარი აი თითქოს აი იმ ტიპის კატეგორია ჩამოვა ხალხის რომლებიც სადაც კარვებს დადგავენ როგორ ჩამოვა პრემიუმ კლასის იმას როგორ იყიდის ბედუინი გურამ შენ ხო ნახე აი მეც ნახე გუშინ წინ აი რა იაფი პოპულიზმით გვიპირისპირდებია ხო ჩვენ რომ ხო აი მუშაობს და მაგას მე მეცმის ძალიან კარგად მექანიზმი როგორ ჩვენ მაგიტო ვართ ამ ეთერში და იმიტომ ვაქტიურობთ რომ ეს დავანგრიოთ და ამას პასუხი გავცეთ და რომ არ გამოვიდეს ხო ეს ხო ამას შეუარაღებელი თვალითაც არ ვიცი მე რა დონემდე შეიძლება ჩავიდეთ რომ რა ვიცი ხა კარფანჯარას იქიდან მოიზიდავენ რა ქვია და იმას მოიტანენ ანუ შეუარაღებელი თვალით შანს რამდენი სიკეთე შეიძლება აქედან მოვიდეს და მაგაზე უბრაზდები რომ რამდენიმე usindisო ადამიანი ცდილობს ეს რაღაცნაირად თაღლითი მიიკეთოს ის გაბრაზება არ უნდა არა გაბრაზება არა ვარ ხა გაბრაზება სხვანაირად უნდა გამოიხატოს ხა მე იმათ რაღაცა და ცემას და დაჭერას კი არ უპირებ ხა და გვერდთვად დამიფაროს ეგეთი რაღაცა მაგრამ ამას როგორც ვამბობ ადეკვატური პასუხით დაუპირისპირდები და რასაც მე გავაგებინებ საზოგადოებას ბევრად ეფექტიანად ვიდრე ისინი ეს არის ჩემი ამოცანა და ჩვენი ყველას ამოცანა მე 10-ობით და 100-ობით კომენტარი მივიღე იქიდან რაღაც ამოვწერი და თანათანობით მე შევეცდები ხოლმე იმას კი ბატონო მეც ამოვწერი ეხა ამ ეთერში ერთ-ერთ აი 10 მაქვს პუნქტი ამომიწერეს და ერთ-ერთს პასუხებ მაგალითად
ეს უკვე მეორე ფაზაა რა, ანუ ეჭვს რო აჩენ და მე მიხვდებით რომ შეიძლება არგუმენტაცია არ ყოფილითო დაადასტურო რომ აი ამას როგორც ეჭვის დონეზე აჩენ რომ და ემოციის და განწყობის დონეზე რომ აი ესე იგი გიპყრობენ. მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ბევრი არგუმენტაცია არ აქვს, მაგრამ აი შიში ხო აქვს და უკვე რო ხდება, აი მოდი ეს შიშიც დავაზღვიოთ რა საჭიროა. ამიტომ ჩდება რომ მოდი რა საჭიროა კაცო რა თუ ხო გვაქვს აგერ საპენსიო ფონდი ეს მაგარი ახსენდებათ ხოლმე რომ აი ყველაფერზე აგერ გვაქვს საპენსიო ფონდი და მოდი ეს ჩავდოთ ხო? ახლა მე მაინტერესებს რომ მაკდონალდსი ხო არის საქართველოში გახსნილი და რა თქვინდა ეს მაკდონალდსი ეს უცხოური ბრენდი გავაკეთოთ რა ქართული და იყოს ქართული მაკდონალდსი მაკდონალდსი არ იყოს აი იყოს ორი ლულა ხო არსებობდა ეგეთი და იყოს ეს ორი ლულა ესეთი იმაში ჩავდოთ ორ ლულებში ფული და აღარ გვინდა მაკდონალდსი ანუ როგორ ფიქრობს ახლა მას ადამიანი ერთნაირად იმუშავებს იმ მაკდონალდსის ბრენდი იმ მაკდონალდსის რაღაცა ცოდნა ხარისხი ეს ყველაფერი იგივენაირად იმუშავებს ასე შენ რო გააკეთებ ამიტომაც მოყავს ანუ რატო უნდა თხოვმე რომ აი ვიღაცები რო წუხან რომ მერთო ჩემო აი რატო ევროპელი ტურისტი არ ჩამოდის აპრიორი თვლება რომ ევროპელი ტურისტი გარდა იმისა რომ მათთვის ეს ხო თეთრია ამავე დროს ის მაღალ მსყიდველ უნარიანია მაღალ მხარჯველია ჩვენ გვინდა ევროპელი და ამერიკელი ტურისტი და ჩვენ არ გვინდა ინდოელი ტურისტი ან არაბი ტურისტი ამას როცა შემოაქვთ იმაში ერთის მხრივ იყოს ბიზნესი, მაგრამ მეორეს მხრივ შემოაქვთ ეს ფაშისტური სეგრეგაცია. ხო არა, გურა 80% ამერიკელს 80% საერთოდ პასპორტი არ აქვს, ქვეყნიდან 80% ამერიკელი საერთოდ არ გადის. ანუ ეს ხო არის ეს ქართულ მოსახლეობა და აქ იმაშობია, რომ აი ამერიკა არ ჩამოვა ეს კულტივაცია ხო ხდება ამგვარი რაღაც მიდგომით ხო? შესაბამისად, თუ შენ იმაში ერკვევი, რომ ესე იგი უცხოელი ტურისტი რო ჩამოდის საქართველოს შიდა ტურიზმიც ხო გვაქვს კაცო ხო მიდივართ ბათუმში, ბახმაროში, სადღაც ბაკურიანში დასასვენებლად, მაგრამ ის უფრო მაღალ მსყიდველ უნარიანი. ეს იგი არის ხო რაღაც განსხვავება. შენ რო ჩადებ და განავითარებ იმას ვინ იყიდის და იქ როგორ მოიზიდავ და საერთაშორისო ბრენდული მარკეტინგული კომპანია რო ამას აკეთებს და თვითონ იღებს ვალდებულებებს, შენ კი არ გაკეთებს რაღაც ტრამპ ტაუერის სახელით სახელს რო გაძლევს მარტო და პირიქით ფულს უხდი იმაში რომ ეგ მოგწეს ეგ სახელი. ეგრე აქ დუბაიშიც გაკეთებული. არამედ თვითონ დებს ამას ინვესტიციას და ამას ახერხებ, ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა და მას სრულიად სხვა წვდომა აქვს და სხვა ბრენდი აქვს და სხვა კლიენტურას და ბაზრებზე აქვს წვდომა. ხო ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე აი მარტივად რომ ადამიანი მიხვდეს აი რატომ არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში რა სახელმწიფომ ყველაფერში საპენსიო ფონდი ჩადე და მე შენ თვითონ ეს ავითარე ამას ჭირდება უდიდესი ცოდნა უნარები და მაშინ შეგვიძლია შექმნა უშუალებელი ბიუროკრატია და ადმინისტრაცია და შეხვიდე კიდე უამრავ რისკში ხო მაგრამ ეს ადამიანს ახლა ეს არგუმენტი უნდა კონდეს უნარი რომ გაიგოს ეს რეალურად რას ნიშნავს და შემდეგ მსგავს რამეს აღარ იტყვის არსად არ წერია ეს თავარი უდიდესი ტყუილი რაზეც და ისეთი ადამიანი ყოველ შემთხვევაში საქმეების თვალსაზრისით რაც კარიერაც მამუკა ხაზარაძესაა გავლილი აი ამ როცა ამას იძახის რომ კონტრაქტში თურმე წერია ეთნიკური ნიშნით ვინმეს დასახლება არაბები ჩამოსახლებიან და იქ თითქოს ეს წერია აი ეს არის აი მე არ ვიცი როგორი დანაშაული მართლა მოგინდება რომ აი დღეს რო ბრიფინგს მოусმინეთ უკვე ხვალვე აიგრძალოს ეს პარტია და ეს აი ამ დონის მავნებლობა მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს რა და ვინდა უზრუნველყოს და სხვათა შორის მან მე დარწმუნებული ვარ ეს არის პირადად მისი ეს თქვა დალაგებული ხაზი ესე შეტევა მან ძევლად აიყვანა მთელი პარტია მოაქცია აი ამ მესიჯის და კოლგის ქვეშ და დღეს თავის ვებგვერდზე ამ ბანერებს და რაღაცა არაბები წაგულეკავენს და თავის არ ვიცი ყველა ლაპარაკობს თუ არა ამასაც ლაპარაკებენ თქოს საკრებულოში სხდომა არ ყოფილა იქ ორი ლელოს წარმომადგენელი არის და ძალიან მაინტერესებს აი ეს ადამიანები ჩაერთვებიან თუ არა ამ კამპანიაში იმიტომ რომ მე მგონი სასურველი იქნება რომ ეს ხალხი განთავისუფლდეს ამ პარტია ლელოს ბრენდისგან და ისე გააგრძელონ სხვა სახელით მოღვაწეობით რომ შეუძლებელია აი ამ სამარცხვინო კამპანიაში მონაწილეობა რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს რა ამ შემთხვევაში და კიდევ უამრავი საკითხია მე უბრალოდ არ მინდა რომ შევაწყინო ჩვენი მსმენელი ამ ფორმატით იმიტომ რომ ეს ძირითადად დაწერას მოითხოვს და ჩვენებას და სხვა ტიპის დისკუსიას ჩვენი დრო თითქმის იწურება და საბოლოო ჯამში ფიქრობ თუ არა რომ მაინც სასურველია რომ მეორე მხრიდანაც იმიტომ რომ ხელისუფლება მოწილია ამ პროექტის, ანუ ხელისუფლების პასუხისგებლობა აუცილებლად უნდა იყოს, ხელისუფლების ჩართულება აუცილებლად უნდა იყოს და კომპანიისაც მათ შორის. რა მართალია ჩვენ ნახეთ ძალიან ვრცელი ინტერვიუ ამ დამფუძნებლის, მაგრამ ეს შეიძლება ყველამ არ ნახა, ხო ბოლოს და ბოლოს ეს საკმარისი არ არის. მეტი უნდა გაკეთდეს და რას თავარია, გამჭვირვალობისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმულია, იმიტომ რომ ეს საპრეზენტაციო ოფისი გაიხსნა ქალაქის მთავარ გამზირზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შენობაში, რომელიც სამწუხაროდ კერძო საკუთრებაა და გაიყიდა უკვე
თავარი პრობლემა ის გაყიდვაც არ არის, თავარი ის არის, ჩვენ გვინდა ის შეგვინარჩუნდეს იმ სახით, როგორც ჩვენ გვახსოვს და აქ აქვს ნაქირავები ეს ოფისი სწორედ იმისთვის, რომ როგორც მე გავიგე, სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ადგილობრივი ინვესტორები მოიზიდოს და ამ პროექტში ადამიანებმა იყიდონ ისევე როგორც უამრავ სხვა პროექტს ხედავთ და სავსეა საერთოდ დეველოპმენტის შეთავაზებებით. ფიქრობ თუ არა რომ მაინც მეტი არის გასაკეთებელი სახელმწიფოს? აუცილებლად არის გასაკეთებელი ეს სახელმწიფოს ვალია მეტი ინფორმირება თითოეული მოქალაქის რა პირველად ეფექტიანი იყოს საბოლოოდ ამ პროექტის შესრულება და შემდეგ უკვე მართვა საზოგადოებამ ესეც ყველა უნდა გაიგოს რომ 33% იქნება იქ საქართველოსი სახელმწიფოსი და მაქსიმალურად ამავე დროს არ უნდა დაუშვათ ის წარსულის შეცდომები, თუნდაც ეგ ნამახვანზე რაც მოხდა, ხო საზოგადოების არც შესაბამისი ინფორმირება არ მოხდა, ნუ მე რაც მოხდა, საშინელება მოხდა ეს, რატო უნდა წაგვეგო ამ ხელა თანხა, რატო უნდა გვეზარალა და ამ ხრივ არის სამუშაო და მე რაც ვთქვი რომ აი ამ პოპულისტებს არ მიეცეთ საშუალება რაღაც თუ ისინი რაღაც რადიკალურ ნაბიჯებზე წავლენ და ამისკენ რაღაც გარკვეულ ძალებს აქვთ ამის მუქარა და რაღაც ილუზიები რომ აი ჩვენ რაღაცას წავლენ ნუ ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს შესაბამისი ბერკეტები აქვს სრული მხარდაჭერა ქართულ ოცნებას არის გამარჯვებული ძალა ყველა არჩევნებში შესაბამისად აქვს იმის მანდატი რომ რასაც თulis სწორად რასაც თulis ის განახორციელოს და ამ ნაბიჯებს თუ მეორე მხრიდან რაღაც რადიკალური ჯგუფები დაუპირისპირდებიან მცირე ჯგუფები რომელსაც რეალურად საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა არ აქვს ეს არჩევნებზეც გამოჩნდა 3%-იანი პარტიები არიან თუ ეს ძალები რაღაცნაირად რადიკალიზაციაზე წავლენ მათ უნდა კარგად გაიაზრონ რომ ამას დღეს არავინ აღარ გაუტარებს. ეს არ არის თუნდაც რამდენიმე წლის წინანდელი საქართველო. ეს არის მყარი შემდგარი ინსტიტუციებით განვითარებული ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ყველაფერს თავის მოქალაქეებისთვის და არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ მისცემს არეულობის საშუალებას. დიდი მადლობა. ჩვენი საეთერო დრო დასრულებულია. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ კიდევ ამ თემაზე ლაპარაკს და არაერთხელ, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ის ფრონტის ხაზი, სადაც არ შეიძლება უკან დახევა და ის პოპულიზმი და ჩვენ გვინახავს წინა წლებში და რომელსაც თავის შედეგი გამოუღია და წარმატებით გაყიდულა ესე ვთქვათ შესაბამის მსმენელზე, ეს მორიგჯერზე არ უნდა დაუშვათ ბუნებრივია და ამიტომ ჩვენ წვლილს შევიტანთ. მე დღეს გემშვიდობებით, ეთერში დავბრუნდებით შემდეგ კვირას.